ის კაცი ბიჭის წასაყვანად ამოვიდა. კაცი ეშინოდა თუ ბიჭს ვერ წავიყვან, დამიჭერენო. ამის გაფიქრებაზე ჭირისობს ასხამდა და ისედაც არაქად გამოცლ ცხენს დაუნდობლად სცემდა აღმართებში. ან რასოფელი იყო, მარტო ერთი კომლი ცხოვრობდა და კაცმა სწორედ იმ ერთ სახლთან შეაჩერა ცხენი. ჩამოხვდა, ცხენი ყორეზე გამოაბა და დაიძახა. ჯიგაურებო! ჯიგაურებო! ო, ჯიგაურო! სანამ სწორად არ გავიტან. ეხს არ მოვიჩვი აქედან. იძახოს რამდენი წელი. ან მე ვის რა დაუშავე. ერთი საწყენი ვინმესთვის მithქვავს. გადასახადსაც პატიოსნად ვიხდი, ბეგარაზეც გავდივარ. ეს ჯიღაური ვიღა. ვითომ ესეც სოფელია რა. მე რად გამომგზავნეს, რა ჩემი საქმეა. ნახო დამდათმა გადამალა ბიჭი. წადიდე ეძებე ტყეში. მე იტყვის ვინმე ჩემი ბრალი არა. ან რა ჩემი ბრალი? ბიჭი უნდა წავიყვანო. სად უნდა წავიყვანო? ჩხუბი დაიწყო. ვინ დაიწყო? ჰიტლერმა. ჰიტლერი ვინ ჩემ ფეხებია? რა ვიცი, დაიწყო კი არა. ორი გვაჭამე, სტუმარ შეშიება. დაიბარეს და წამოვიდეს. თქვენად ხომ არ დაიბარებდნენ. რამდენი ხნით გინდათ? ერთი ორი კვირა და მორჩება ალბათ კიდეც. ორ კვირაში მორჩება? მე რა ნიკოლოზის ომში არ ვიყავი? მე ხო დაბრუნდი კაცო. დაბრუნდი. დაუბრუნდი. რა ვიცი, ალბათ მორჩება. მე რა ვიცი აბა. შენ ახალ ვიჭობი არ. ო მე ვარ. საბჭოდან გამომაგზავნეს. დავარებული ხარ გიორგი. ალბათ ბეგარად დასახო.
ომში უნდა წავიყვანო. რა დროს მაგის ომი? ომი დაიწყო, გიორგი, ომი. ჩვენ რატო ვერაფერი გავიგეთ? აბა ამ გადაკარგულში ვინ ამოვა? მარტო ერთი კომლეღა ვარ დარჩენილი მეტყობა. რა უნდა გაგეგოთ, აქ კი არ არის, შორს არის. გერმანელები ყოფილან, წამოსულან და მოდიან. 100 დღის სავალი აქამდე. ჩემი გიორგი რაღაცე მიყო. საომრად, დიდი საომრად. ხო, საომრად. მთელი ჯელი ბიჭები ყოფილან დაბარებული. შერეს ჭერი. პანი რომ აიყარა მე რა. ისე ბალღი. მედიკაც შენ მაინც ვთხარი სიტყვა იქნებ ჩემი არ დაიჯერ. აბა მე რაღა უნდა ვთქვა. კაცი შენ ხარ, მაშინ უნდა თქვა. აკი გითხარი. მთელი ჯელი ბიჭები დაუბარებიათ. უთხელიც არ მოუკლავს. კაცი, დაიყო. კაცი არ გინდა? ქუძე კაციო, დაბარებულიო, ასე არა თქვი. ბიჭს იბარებენ, დედი, ბიჭსა. მე ხო გიჩნით, მე ხო ყველას გიჩნით. დაგირჩინე ცოტა. ამდენი საქმეა გასაკეთებელი. საქონელი თივის გარეშე ხომ არ იქნება ზამთარში. დედაშვილობას მე დაგირჩინე ცოტა ხან. მერე მეფის. მე ტყუილი არ მიყვარს, აქ ჩემ კაცს უყვარს ტყუილი. მე თვითონ ამოგიყვანდა, სადაც გინდა მე წაიყვარ. მე ვინ ამ კითხავს? მაშвиса კითხავს. მე რა ვიცი. და შენ არა მოხვედი წასეყვანა, სხვა ხორმა რომ მოსულა. განე დიდხანს დარჩება, იქნება მკაშიდაც მოგისურვა. და იქნება მაარუშებს, ხმა მოიგო, თუ რას გაჩუმებულ ხარ. მთელი ჯელი ბიჭები ყავთ დაბარებული. აკიდე უნები მკაშიშინ იქნება მეთქი. იცოდე სიტყვა. ცხენი არ წამოვიყვანო? ცხენი არ დაგჭირდება. ცხენი არ არის დაბარებული. უცხენად არ შემიძლია. აქ არ დაგხვდება საწაგიო. ამიჭირდება უცხენად. აკი გეუნები, ჩემი ნება არ არის მეთქი. ეგ არასო. ჯალიოს მოუხდება. ახლა ბიჭი ქალზე ფიქრობდა. იმ ერთადერთ ქალზე მარტო ერთხელ რომ ნახა. ან რა ნახვა ეთმოდა. ბიჭი ქვემოთ გზისპირა ჭალაში ხეტიალობდა. მზიანი დღე იყო და ბიჭს ქალი და იზმზე ერთად დაამხსოვდა. ქალი მზეს მიფიცხებოდა. მგონი ტიტველი იყო. მგონი სულ არ იყო ტიტველი. ბიჭმა წამით დაინახა და გაშეშდა. მზეს მიფიცხებულმა ქალმა იგრძნო ბიჭის მზერა და ბუჩქებს მოეფარა. ხო, ქალი შიშველი იყო, ან შეიძლება სულ არ იყო შიშველი. მერე ბუჩქების გადაღმიდან ტოტი გადასწია, მოიხედა ბიჭს, გაუღიმა და ხელით დაუქმნია. ეს იყო და ეს მეტი არაფერი მომხდარა. ბიჭს მეტი არაფერი ახსოვდა და კიდევ ის ახსოვდა, რომ ქალი იყო თოვლივით თეთრი და ისე იღიმებოდა, რომ გარშემო თითქოს ქვეყნიერება ჩამობნელდა, მზეც დაბნელდა და მხოლოდ ის ღიმილი აშუქებდა ყვითელ შერეულ ჭალას. ეს რა თქმა უნდა ერთი წამით მოხდა. მზეც ერთი წამით დაბნელდა, ქალმაც წამით გაიღიმა, მერე ბუჩქებს მოეპარა და გაუჩინა და ეს იყო და ეს. სხვა ქალზე აღარ უფიქრია. სხვა ქალზე ფიქრი ვეღარ მოასწრო. კიდე დამისხდ. დალიე უკვე კაცი ხარ. სანამ თქვენ პულს ეჭებთ, დაბრუნდები. ცხენოთ მაინც გამიჭირდება.
ყველაფერი დიადი იყო, განსაკუთრებით ახლა. თვრალი ბიჭის თვალში, ქუხილიც წვიმაც, მზის ამოსვლაც და მზის ჩასვლაც. დიადი იყო სიყვარულიც, რასაც ბიჭი კარგა ხანია მინდობოდა და რატომ უნდა ყოფილიყო სხვადასხვასთვის გაუგებარი და დასაძრახისი დამშვიდობება იგივე ცხენთან. ეს დამშვიდობება, რომ ბუნების დიდ სცენაზე კი არა, ნამდვილ სცენაზე გათამაშებულიყო, ყველაფერი უფრო ტრაგიკულ სიდიადეს შეიძენდა, რადგან ნამდვილ სცენას ერთი უპირატესობა ექნებოდა, ნამდვილ სცენას მაყურებელი ეყოლებოდა. მაყურებელი კი მიხვდებოდა, რომ ეს დამშვიდობება საბოლოო იყო, რომ ბიჭი და ცხენი ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდებოდნენ. კაცო, ადე ბიჭი გააცილე. გესმის, ადე ბიჭი გააცილე. გაიგე, გააცილე. გამანება, დავიდა, გამანება. მე დაღლაშენა. ღმერთო, ვინც შვილი არ დამიბრუნოს, დაექცეს ოჯახი. იმ დღიდან ჭიღაურების ოჯახში დრო გაჩერდა. კაცი უფრო უკარება გახდა. დედაკაციც საქმეზე თუ იტყოდა რამეს. ცოლ-ქმარი სალაპარაკოდ ერთმანეთს გაურბოდა. მათი სალაპარაკო ბიჭი თუ იქნებოდა. ბიჭზე ლაპარაკისაკი ორივეს ეშინოდა. დედაკაცი თითქოს ცალკე ცხოვრობდა. კაცი ცალკე. ერთ ჭერქვეშ და ერთ კარმი დამოშ. გაზაფხულს ზაფხული მოსდევდა. ზაფხულს შემოდგომა ზამთარი, წელიწადი, მაგრამ ჭიღაურების ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. რაიო? ისინი. ვისაგი ჰინი? არ ის რა გითხრა? ომი რა ხანია გათავდა? უნდა გათავდეს, აბასუ ომი ხომ არ იქნება. ის რაღაც გითხრა? მომსვლელი აქამდე მოვიდოდაო. ჰა, დაიძინე. კაცო, მითხარი რამე. ხანი წაიყვანე! ხანი შარმასმამ წაიყვანე! მაფქიშტა დავადირე, მოკლავ! მოკლავ, გავათავებ! მაგისი! Papi! Sadar Tafide! Papi! Ha!
დედაკაცი ბიჭს მხოლოდ ცოცხალს ხედავდა. იმგვარად, როგორც გააცილა მკათათვის ერთ საღამოს. თუ ვინმე ბილიკზე გამოჩნდებოდა, ის ვინმეც ბიჭი იყო. ბოლოს და ბოლოს შორი გზა გამოვლილი და შიმშვიდობით დაბრუნებული. თუ ვინმე გზააბნეული მგზავრი ბილდისას ჭიშკართან დაიძახებდა, ესეც ბიჭი იყო, დაქანცული, დაღლილი, ნაომარი, მაგრამ მაინც ნირშეუცვლელი და სახსალამათი. დედაკაცი უბირი იყო და მისთვის იმ უხილავ ძალას სახეც ჰქონდა და ფერიც. ეს ის უცხო კაცი იყო, მკათათვეში რომ წამოადგათ თავზე და ბიჭი წაიყვანა. დედაკაცის ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ იმ უცხო კაცს მისდევდა. დედაკაცმა არ იცოდა, ვინ იყო ჰიტლერი, სად იყო გერმანია, ან რა საქმე უნდა ჰქონოდა იმ ვიღაც ჰიტლერს მთაში მომწყვდეულ ჯიღაურების პატარა ეზოსთან. 100 დღეც რომ მიარო, იმ ვიღაც ჰიტლერთან ვერც მიაღწევო. ბიჭი კი იმ ზაფხულს აქ ამოსულმა უცხო კაცმა წაიყვანა. და თუ ოდესმე დედაკაცი ბიჭის საძებნელად გზაზე გავიდოდა, ეს გზა უთუოდ იმ უცხო კაცის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო. დედაკაცს მარტო იმ უცხო კაცთან ჰქონდა ამ ქვეყნად საქმე, ვინც თავისი ფეხით ამოვიდა, ბიჭს ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. და ახლა, როცა დედაკაცი ბიჭზე ფიქრობდა, მის გვერდით მუდამ იმ უცხო კაცს ხედავდა. იდგა თუ იჯდა ბიჭი, იცინოდა თუ ტიროდა, შიოდა თუ სწუროდა, თავზე მუდამ ის უცხო კაცი ედგა. ის ანიშნებდა გაჩუმდიო, ის აწვდიდა პურსა და წყალს, ის არ უშვებდა და ტყუილიც იმისი შეპირება გამოდგა, შემოდგომამდე გამოუშვებო. ხო, აგრე იქნება. თუ დედაკაცი ოდესმე იფიქრებს, ბიჭი აღარასოდეს ჩამოვაო, ალბათ მაშინვე ადგება, გზას დაადგება და იმ უცხო კაცის საძებნელად წავა და მთელი ქვეყნიერებაც რომ შემოიაროს, ან მკვდარს იპოვის, ან ცოცხალს, ან არც ერთს და არც მეორეს და იმ უცხო კაცის ძებნაში თვითონვე მოკვდება. დედაკაცი არ არის. კარდაკარ რო დადის და ვიღაცას დაეძებს. ო, ის არის. და ხერა მიწისფერი დასდებია თავშასა. ელი მაინც გავუმართოთ. წოდუა. განა რამეს აიღებს. განა მოწყალება უნდა. მაშ რას დადის, კაცო? რა ვიცი მე, დადის ვიღაცას დაეძებს. დედაკაც, ერთი აქეთ მოდეგი. თვიუპურს მოგაზდი. გზას დამდგარი დედაკაცი ხარ. როგორ დავიჯეროთ, ფილიპური არ გინდა. ბიჭი რო წაიყვანე. რომელი ბიჭი, დედაკაცი?
გასო შეალენ სოფა ხوارდა გრევია. შემოდგომამდე დაბრუნდებაო რომ მითხარი. რა გითხარი დედაკაცო? რამდენი შემოდგომა გავიდა, რატო არ დაბრუნდა? მიცანი? ცოცხალი ხარ. ცოცხალი ვარ, ხო, ცოცხალი, ახლა ის მითხარი, რა დაგაბარა? ვინა დამაბარა დედაკაცო? ჯიღაურებს ბიჭი წავარდი და წამოიყვანაო? არაფერი არ ვიცი დედაკაცო. მაშინ კარგად იცოდი. ჩავი დამადე რა დედაკაცო. მითხარი, ვინ არის მამი? რა ვიცი დედაკაცია. ერთი უბედური ქალი ვარ. სოფელ დავეხეტები. სადაური ხარ დე? თიდანა ვარ ჩამოსული. აკეთ, რამღაც მოვხედე. შვილს დავეძებ, შვილს. მე? ვერ გიპოვნია? ვერა. ვერ ვიპოვია, ვერა. მოგეშინია დიდი. იპოვნე. დათვის ბიჭი იყო. ლამაზი. რა ერქვა დიდი? გიორგი. რაღაც არ მახსენდება. ცისფერი თვალები ჰქონდა, შუბლზე ჩამოწეწილი თმები. ვერ ვიხსენებ დიდი. ისეთი ხასიათი ჰქონდა, რაც არ უნდა სასაცილო გეთქვა, მხოლოდ გაიყინებდა. კარგი ბიჭი ყოფილა. ძალიან კარგი. ხობარსაც შეგხვედრია. არა დიდი. შესავი დომში წაიყვანეს და მე აღარ დაბრუნებულა. ომი დიდია. დიდი. დიდია, დიდი. ბევრია რა თუ ცოტა იარა. ბოლოს კვალმა თუშეთში ომალოში აიყვანა ჯიღაური. ორ დღეს იარეს ფთის ბილიკებზე ჯიღაურმა და ერთმა მოხუცმა მწყემსმა ბასხაჯაურმა. ახმეტის ბაზარში რომ გამოელაპარაკა ჯიღაური და ერთად წასვლაზე შეიპირა. გერსტორის ხეობა აიარეს. ფშაველში ავიდნენ და იქიდან თორღვა საბანოებისაკენ აიღეს გეზი. ის ღამე აბანოებთან გაათენეს. მეორე დილით უღელტეხილი გადაიარეს და ომალოსაკენ წავიდნენ. მოხუცი ბასხაჯაურის ჯალაბმა ძველი ნაცნობივით მიიღო ჯიღაური. მასპინძელი და მასპინძლის ჯალაბი სტუმარს ტკბილ სიტყვას არ აკლებდნენ. არაკს მალ უმარჯვებდნენ. მაგრამ კრიჭა შეკორულ ჯიღაურს ვერც მადა გაეხსნა, ვერც ენა ამოიდგა. ვაკანზე არავინ იყო. დედაკაცმა ისიც არ იცოდა, რა დროს ჩამოივლიდა მატარებელი, ან რომელ მატარებელს გაჰყვებოდა აღმა მიმავალს თუ დაღმას. დედაკაცმა არც ის იცოდა, ვინ ეგულებოდა იმ გზის ბოლოში, ვისთან გარბოდა, ვის ნახავდა, ან თუ ნახავდა, რას ეტყოდა. გზა გრძელი იყო და ფიქრშიც კი არ უჩანდა თავი და ბოლო. დედაკაც შეეძლო ფეხითაც დასდგომოდა ამ გრძელ გზას, მაგრამ ფეხით გავლა ამ გზის აღარ ინდომა. დედაკაცს მატარებელი სჭირდებოდა. მატარებელმა წაიყვანა დედაკაცის ბიჭი და ახლა თვითონაც მატარებელს უნდა გაჰყოლოდა. რა დრო გავიდა მას მერეო,
დრო რა სათქმელია, დრო რას მიქვიან, ყველაფერი გუშინ მოხდა, ყველაფერი გუშინ იყო. გუშინ ამოვიდა ეს კაცი, გუშინ წაიყვანა ბიჭი და ისიც დაიბარა, შემოდგომამდე გამოგიგზავნითო. ყველანი ერთად წავიდნენ, ყველანი მატარებელს გაჰყვნენ. და ამ ხნულზე ცის ქვეშეთში ჯეჯილივით მოიწვერა მათი პატარა ოჯახი. მერე ეს ჯეჯილი მოღონივრდა, მუხლი გაიმაგრა და თავთავდა და არაფერი უნდოდა გარდა იმავ ხნულისა, მზის თვალისა და ცის ნამისა, ასე დათავთავდა ოჯახი. ქვეყანა შორს იყო და ამ პატარა ოჯახს იქამდე ხელი არ მიუწვდებოდა. მარტო 1000-ში ერთხელ თუ სახლის კართან უცხო მგზავრი ჩაივლიდა, ოჯახი გზაზეთ მშიერს არ გაუშვებდა, გაათბობდა და დაანაყრებდა. პური ყველას ყოფნიდა. მერე ერთ გაზაფხულის დღეს მოვიდა კაცი და ბიჭი წაიყვანა. აქამდე დედაკაცს ეგონა, რომ ოჯახი მათი იყო, მარტო ცა შეეძლო გამოეგზავნა ქუხილი. ღრუბლებს წვიმა, მზეს სითბო, მარტო ისინი იყვნენ თავს ზემოთ. ბიჭი წაიყვანეს და აღარ დაუბრუნეს. ვიღაც კაცმა დაუკითხავად გადმოყო მათ ეზოში გოლიათის ხელი. ბიჭი აიყვანა და წაიყვანა. ის კაცი ძლიერი იყო და მოურიდებელი. ამის გაფიქრებაზე დედაკაც შეეშინა. ტყიურად გაზრდილს და ნაცხოვრებს შიში სძულდა. ვერც იმას მოითმენდა, თუ ვინმე მოტყუებას დაუპირებდა. სადაც დედაკაცი ცხოვრობდა, გარშემო ერთმანეთს არავინ ატყუებდა. სწორედ დაბარებულზე იძახდნენ გუგულები კაფეთესეს. სწორედ დაბარებულზე მოდიოდნენ მერცხლები და ბუდეს აშენებდნენ. გაზაფხული დადგებოდა და იღვიძებდნენ ტყეები. ხბოს მოიგებდა ძროხა. გავიდოდა ფური საბალახოთ და საღამოს უთუოდ დაბრუნდებოდა. წამოვიდოდა ტყიდან ცხენი და თავის სახლს შეუმცდარად მოადგებოდა. ხნულში გადაგდებული თესლი ერთ კვირაში აუცილებლად გაღვივდებოდა. ასე იყო თაობითვე იმ უცხო კაცმა მოატყუა, რომ დახპირდა შემოდგომაზე დაგიბრუნებთ შვილსო და აღარ დაუბრუნა. მაშინ დედაკაცი განრისხდა. ტყუილმა განარისხა. ადგა, ხელში ჯოხი აიღო და გზას დაადგა. გზაზე იპოვა ის უცხო კაცი, მაგრამ ის კაცი არაფერ შუაში ყოფილა თურმე. ბიჭო, სიგარ და ფიქირავ ბილიშა შიჩავის ვალომებს აპარაში ავსოვაჭრი რომბივი გასიებული მიგიდა ჩემს საკადრის უბრალოდ არ გაშე გაბრიელ სალამ გავსენები სალამ ქვეყნა დარსებო მასმატლი სარევარე დავიგლე არაბერ სარე დავიგლე არევარე დავიგლე არაბერ სარე დავიგლე ვინო მამა აბური დავთვი გაბური მიჩევნია უკუდავების დამა ვენი ყოს საიდე საბოთხედე და ელემი When he was
ქალაქში მიდიხარ? მე რა ვიცი. ხო. გეტყობა თიდან ახარ. ხო, თიდან ვარ. ქალაქში მიდიხარ. შვილის საძებნელად მივდივარ. გაიქცა. ახლანდელები. გაიქცა კი არა, ვიღაცა მოვიდა და ომში წაიყვანა. ახანია დამთავრდა დედაკაცო. ახნო. ომში წაიყვანო. რა ვიცი სად მივდივარ. მას არ იცი და მიდიხარ? ო, მივდივარ, რა შენი საქმეა? აი ამ ჭიქის. აი ამ ჩვენ დედილოს გამომართოს. მაინც სად მიდიხარ, დედი, აღარ იცი? აკი კითხარი მივდივარ, რა შენი საქმეა? ბიჭი წაიყვანეს და აღარ დამიბრუნდა. ვინ წაიყვანა? რა ვიცი, ვინ წაიყვანა. არა, ვინ წაიყვანა? ღმერთი ხო არ წაიყვანა? რა ვიცი, წაიყვანეს კი და იქნებ ღმერთიც იყო. მე ახლა ღმერთთან მიდიხარ? ო, ღმერთთან მივდივარ. შენ მაინც რა მეუთხარი, მამაო? ჩამისდა რა მატარებელში და ღმერთთან მიდი. ისი არა და ღმერთიც მოკვდა. ჩვენ ყველანი უღმერთოები ვართ. დედაკაცი დაჯდა და თვრალს ზურგი შეაქცია. ამდენ ხალხში მომწყდეული დედაკაცი უფრო დაპატარავდა. ვაგონი სადღაც მიბარბაცებდა. ომი რახანია გათავდა. მომსვლელი აქამდე მოვიდოდა. ქვეყანა დიდია და ეს მატარებელიც ქვეყნიერებას სერავს. მაშ რაღა დარჩენია დედაკაცს ამ რახ-რახით დაძრულ ხალხიცავსე მატარებელში. არ უნდა წამოსულიყო დედაკაცი იმეზოკარიდან. არ უნდა დასდგომოდა ამ ჯოჯოხეთის გზას. აკითხმარ მართლა, აღსაწაფი და ფეხი არ მოიცვალო. როდის იყო რომ ქმრის სიტყვას გადავიდა? მარტო ერთხელ და ეხლაც სანანურად გაუხდა. დედაკაცი ფიქრობს და უცებ მიაგნებს ჭეშმარიტებას. დედაკაცს აქამდე ხონებია, რომ მთელი ქვეყნიერება, მთელი ცისქვიშეთი მარტო ჩავრიანებით ბორგავდა და პასუხს ითხოვდა. ქვეყნიერება კი დაარხეინებულიყო, დახუნძულიყო ამ აგორებულ მატარებელში და სადღაც მიდიოდა. ქვეყნიერება თითქოს აღარაფერს ნაღლობდა. ამის გაფიქრებაზე დედაკაცი გაბაროდოდა. დედაკაცმა არ იცოდა, რომ ქვეყნიერებას თავისი ჯარი უკვე მოენელებინა. კივილები უკვე მიყუჩებოდა და ახლა, როცა კარგა ბლომაწლებს ჩაევლო, ცუდის გახსენებას შიშით გაუგებოდა. უკვე მიყუჩებული ტკივილის განახლება აღარ არის უნდოდა. დედაკაცში კი ეს ტკივილი არც ვარ მიყუჩებულიყო, ახლა იზრდებოდა მციდან წამოსული ზვარით და ბარისკენ მიხვროდა. იმედის გათხოვასთან ერთად ზვარი უფრო და უფრო იზრდებოდა. და ახლა დედაკაცს ქვეყნიერებაზე აღარაფერი უნდოდა. ყველაფერი დასრულდა.
დედაკაც მოერია ძირის მომგვრელი მომთმთავი თვლემა იმ ციცარიელისა ყველაფრის დასასრულს რომ მოყვება ხოლმე. დამთავრდა ცუქი სოფლის მოკრიტვი, მზე ჩავიდა და თვალ მივიღი დახმარხო დედაკაც მშვიდი ადგილი გამოდოდა დაღლილი ცვლების მოსასვენებლად. მატარებელი მღეროდა, მატარებელი ღვინოს სვამდა და სადღე გრძელოებს ამბობდა. მატარებელი ხარხარებდა. ეს უდარდელი მხიარულება დედაკაცს უდრო-უდრო სწარაფში გამოვარდნილი ტყუილით შემოეწოდა და დედაკაცი ცახ-ცახ მაიტანა. ამ დაბინდული შუქით განათებულ ვაგონში ჯერ თითქოს თვალში ნაცარი შეაყარეს და ნაცარმა წამით დაუბნელა თვალი. დაუბინდა გონება, მერე თვალი გაახილა, ბინდი გადაიყარა და დედაკაცს ხინილი მოერია. მთაში მომწვდეული ჯიღაურების ერთი ბეწო საფკარი მთელი ქვეყნიერება ყოფილა. უბედურება მარტო თავისი რომ ეგონა, სხვისი წილხვედრით გამოდგა. ოღონდ სხვებს ადრე გაუგიათ და ადრე დაუჯერებიათ. დედაკაც კი ამისი არც გაგონებას დომებია და არც დაჯერება. ეხლა უკვე დაიჯერა და შეცვალა. უცებ ცხადად დაინახა უაზრობა გზაზე გამოსვლისა, სოფელ-სოფელ კარდაკარს სიარულისა და კითხვა-კითხვისა, საკუთარ კითილზე საქმით ლაპარაკის. ყველაფერი დასრულდა. დედაკაცი ახლა ამ წუთში ისევ იქ უნდა წავიდეს, საიდანაც წავიდა, სადაც ამდენი ხანი ცხოვრა და სადაც ღვთის გავლილი სიკვდილს უნდა შეხვედროდა. უცებ დედაკაცს თვალწინ დავიდგა ყველაზე მართალი და ყველაზე ნამდვილი რაც კი ამ ქვეყანაზე კიდევ გააჩნდა. დედაკაცს მოუნატრა საკუთარი ხმარი. ამ წუთში მხოლოდ იმათ, იმ კაცს შეეძლო დედაკაცის სულის გათხოვა, როგორც ათხოვდა ვინცი, როდინდიდან და დედაკაცი, მაშინ ამის კარგად ვერ ჭირდება. ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი ნახე. გააჩერეთ! 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 დედაკაცი არ არის. კარდა-კარდა გადაიცა ვიღაცას დაეძებს. ჯერტირების ციფრი დასებია დაშავდა. ხელი მაინც გაუმართლეთ. წოდვა. განარანა საერთოდ. განამოწყალება. მაშინ რას დაკის კაცო? და ვიცი მე დადის ვიღაცას დაეძებს. მას მერე რად რო გავიდა? რახანია რაც დედაკაცი წავიდა. სად დადის ამდენ ხანს? ვინ ინახავს? ჭერს ვინ უთბობს?